ასეთი რეაქცია მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებას მოყვა, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი საბას ხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. აი ესე ბოლომდე უნამუსო სიტუაცია. ნამდვილად არ მეგონა. ჩემი შვილი არის ბორკილებით, მაგრამ არის თავისუფალი. აი ესენი არიან ხელებგახსნილები და არიან მონები და დარჩებიან მონებად. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ. აუცილებლად ვაგებინებ პროკურორსაც და მოსამართლესაც პასუხს. ოღონდ ჩემთან დახრებით. მოვა მაგის დრო ალბათი აბუდაბუ როგორც ზარქუას ჩაუტარდა აი ესე ჩაუტარდებათ მოსანატრი გაუხდება საბას მაგივრად ესენი უნდა ისხდნენ იქა და მოვა მაგისი დრო ჩემი შვილი იბრძვის ქვეყნისთვის მობავლისთვის ევროპისკენ მიმავალისთვის დასაჯეს იმის გულისთვის რომ სამშობლო უყვარს ქვეყანა უყვარს და ყველა უყვარს. პროკურორი ამტკიცებდა, რომ აკოთის ღონისძიების პატიმრობის შესასვლელად ახალი გარემოებები არ არსებობდა. საბას ხვიტარიძის ადვოკატებმა კი აღნიშნეს, რომ საქმეს უკვე თან ერთვის ათობით მოწმის ჩვენება, რომლებიც მათ წარადგინეს. იურისტების თქმით, მოწმეთა ჩვენებებით ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იგინებოდნენ, ფიზიკურად ძალადობდნენ აქტივისტებზე და რომ მათი გარჩევა ტიტუშკებისგან შეუძლებელი იყო. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ დემონსტრაციაზე მყოფ პოლიციელებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ეკეთათ ნიღბები და არ პასუხობდნენ კითხვას, ვინ იყვნენ. სადავოა ნეიტრალურ მოწმედ წარმოჩენილი გამომძიებლის ჩვენებაც, რომლის განცხადების საფუძველზეც ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მიიღო პატაკი, ანუ კონფიდენტისგან, კონფიდენტი არის ადამიანი გასაიდუმლოებული პიროვნება, რომელიც აწვდის პოლიციას ინფორმაციას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული. პატაკი შეადგინა, ამ პატაკის შედგენის შემდეგ მოახდინა ვიდეო ჩანაწერის ვიდეო ჩამოტვირთვა ინტერნეტ მედიის საშუალებიდან, თუ არ ვცდები YouTube-დან გადმოტვირთვა, შეინახა თავის ტელეფონში, ისე რომ არც ერთ საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. და შემდეგ ვითომ რომ ეს ადამიანი არც გამომძიებელი იყო, არც პოლიციელი იყო, ჩვეულებრივი მოწმის სტატუსი შესძინეს. გათავისუფლების მოლოდინი არც საბას ხვიტარიძეს ჰქონდა, მან სასამართლოს ხდომაზე აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. მე მაწამეს მაგრამ ვერ გავაკეთეს. მე დამაყავს, მე თავისუფლება ვერ დამაყავს. საქმის გენერები სულ როგორ შეიძლება რომ ჩემი თავისუფლება მაინც ვერ იქნება. როგორ შეიძლება ასობით შეიძლება ათასობით ადმინისტრაციული სამართალდამცავაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი. როგორ შეიძლება პროკურატურა ერთი მაინც არ შეიცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს. რამდენი პრაქტიკაა ეს? მე ვძებ რომ მართლები როგორ არის პროკურორები. ეს არის დიქტატურა. ეს არის უსამართლობა. საქმის პროკურორს დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხია, ბრალდებელმა დარბაზის სათადარიგო გასასვლელით დატოვა. პარალელურად მიმდინარეობდა 22 წლის თედო აბრამოვის საქმის განხილვაც, რომელსაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სპორტსმენს ჩხეკისას 5 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მიდიოდა აქციას და სწორედ ჩასვლის პერიოდში, როგორც გადმოცემით ვიცი, აიყვანეს და წაიყვანეს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ შესაძლოა თედო შეამჩნიეს სოციალურ ქსელში დებდა ცხოვრობს, იდგა წინ ნიღბით, რაც ახლა აკრძალეს. აქტიური ადამიანი იყო, თავის პოზიციასაც საჯაროდ აფიქსირებდა და ვფიქრობ, სწორედ ამას უკავშირებ მეც არაფერს. სპორტსმენი არის და რა ვიცი, ჯიმში დადიოდა, სპორტებაში დადიოდა, ყოველთვის ვარჯიშობდა და არ ვიცი, მე არასდროს არ გამიგია თედოზე ასეთი რომ პირველად მესმის. 22 წლის ახალგაზრდის საქმეში სხვა ანალოგიური საქმეების მსგავსად არდებს ვიდეო მტკიცებულება, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც საპოლიციო მოქმედებას შეესწრო. ბრალდების პოზიციას მხოლოდ 15 დამკავებელი პოლიციელი და ექსპერტი ამყარებს. მათგან ვერავინ შეძლო ვიდეოს გადაღება, სადაც ბრალდებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევა იქნებოდა ასახული. გამოძიებო მოქმედების ოქში ასახული წინააღმდეგობის გაწევის პირობებში, მას შემდეგ რაც დაასრულეს პირადი ჩხრეკა, მას შემდეგ ჩემთვის გახდა შემდეგ ცნობილი პოლიციის თანამშრომლისგან, რომ შემდეგ ვივიდნენ დამატებით კიდევ პოლიციის თანამშრომლები. რა თქმა უნდა, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა, პოლიციას არ აქვს არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება მოპოვებული, არც ფოტო და არც ვიდეო გადაღება, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა სრულიად ამის შესაძლებლობა დროშიც და
პოლიციელთა რაოდენობიდან გამომდინარეც არც პიროვნულად, ანუ ფიზიკური პირიც არ არის არავინ ნეიტრალური მოწმე, ზოგადად მოწმეები ყავთ დასაკითხებთან სიაში გამომძიებლები, ექსპერტები. ტრადიციულად გადატვირთული იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სადაც ათეულობით დემონსტრანტს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. თუმცა ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოტანილ ჩანაწერებში საერთოდ არ ჩანდნენ ადამიანები, ვისაც სამართალ დარღვევას ედავებოდნენ ან ასახული იყო მხოლოდ ის, თუ როგორ იდგნენ უკვე გადაკეტილ გზაზე დემონსტრანტები, მათ შორის არასრულწლოვნები. მარტო ჩანს რომ მე ვიდექი არის კიდე ერთი 2 წამიანი თუ 4 წამიანი ვიდეო სადაც მე შეიძლება ვარ აქციაზე შეიძლება არა პროკურატურამ ვერ მიპოვა ვიდეოში როგორც მიქაელი ამბობს აქციაზე მივიდა მაშინ როცა უკვე გადაკეტილი იყო გზა ვიდეო მტკიცებულებაში რომელიც წარადგინეს არანაირი საკმარისი მტკიცებულება არ არის და სასამართლომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები ადმინისტრაციული დავის განხილვების დიდი ნაწილი დღესაც გადაიდო, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმით დაკავებულ პირებს, ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება. პროცესები კი თებერვლიდან განახლდება.